საშინელი წელიწადი. ასე აფასებს უკვე მილეულ 2025-ს გერმანიის ელჩი, რომელიც ბერლინიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ პირველსავე ინტერვიუში საქართველოს ევროინტეგრაციული გზის დრამატული აღსასრულის სურათს აღწერს. ფიშერის შეფასების პრიზმაში საქართველოში კარგად არაფერი, სამაგიეროდ ყველაფერი ძლიერ ცუდად არის. ელჩი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უკვე აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და იგივე ბედსიზიარებს ოპოზიცია. თავისუფალ მედიას კი მხრებზე ტვირთად ზეწოლის სიმძიმე აწევს. და სადაც ფიშერი მმართველი ძალის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, იქვე დეკემბრის ბოლოს საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფინალს პროგნოზირებს, თუ როგორც ელჩი ამბობს, ხალხი არ გამოფხიზლდება. თუ თქვენ ქართველი ხართ და თქვენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფაა. მე ბევრჯერ საჯაროდ მithქვამს ევროკავშირი იმართება წერილობით. მოვუწოდებ ადამიანებს წაიკითხონ ეს ანგარიში. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწადში. ჩვენ იდეალისტები ვართ, არასოდეს ვკარგავთ იმედს, რომ რაღაც შეიცვლება და თურქეთისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები კიდევ ერთხელ შემოbrunდებიან ჩვენკენ და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. რა იგულისხმება ძირეულ ცვლილებებში. თუ ინტერვიუს გასაჯაროებული ნაწილის დრამატულ სცენარს ერთადერთი ანტაგონისტი მმართველი ძალა და ბევრი მსხვერპლი. მათ შორის გისოსებს მიღმა მოხვედრილი ოპოზიციონერები ჰყავს. ვერსია შესაძლოა ბევრი იყოს. თუმცა ინტერვიუს ამ დრომდე გასაჯაროებულ ნაწილებში ელჩი არც 4 ოქტომბერს დაანონსებული მთავრობის დამხობის გეგმაზე ამბობს რამეს, ბოლოს ღობის დამხობამდე რომ მივიდა და არც მანამდე განვითარებულ და ვერ განხორციელებულ რევოლუციურ სცენარებზე. 2 თვის წინ, როცა საფრანგეთში ამერიკის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მომძლავრებულ ანტისემიტიზმზე წუხდა, ოფიციალური პარიზი დიპლომატიურ სკანდალზე ალაპარაკდა პრეზიდენტის ჩათვლით და შტატების ელჩს ერთი კრიტიკული შენიშვნისთვის ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაში დასდეს ბრალი. თუმცა ბოლო ინტერვიუში ფიშერი ერწმუნება, რომ შენიშვნები შენიშვნებად და სასამართლო დარბაზებში მსჯავრდებულთა გულშემატკივრობით თუ ანტისახელისუფლებო აქციებზე სიარულით კონვენციას კი არ არღვევდა, ინფორმაციას აგროვებდა. მე არასოდეს ჩავრეულ ვარ და არასოდეს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, შიდა საქმეებში. არასოდეს დამიჭერია და არ დავუჭერ მხარს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არასოდეს დამირღვევია და დავარღვევ ვენის დიპლომატიურ კონვენციას. ვერავინ ვერაფერს წარმოადგენს, რაც დაადასტურებს, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე. უკანონობას თუ კანონიერებას დიპლომატთა ქცევაში ვენის კონვენცია განსაზღვრავს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მასპინძელ ქვეყანაში ყველა დიპლომატი ვალდებულია პატივისცეს ადგილსამყოფელის სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ირღვეოდა თუ არა კონვენციის ეს მუხლი, როცა გერმანიის ელჩი ღია დაკრიტიკებდა მასპინძელ ქვეყანაში მიღებულ კანონებს, ერთი შეკითხვაა. თუმცა ფაქტია, რომ პეტერ ფიშერის სოციალურ ქსელებში ბევრი პოსტი იძებნება. თუ მაგალითად X-ს გადავხედავთ, გერმანიის ელჩი საკუთარ პოსტებში ღია დაკრიტიკებს ძირითადად ერთ პოლიტიკურ პოლუსსა და მის ნარატივს და ასევე ღიად ძირითადად მეორეს, უფრო კონკრეტულად საპროტესტო რიტორიკას გულშემატკივრობს. ფიშერის ავტორობით სოციალურ ქსელებში ბევრი ასეთი პოსტი იძებნება. სამაგიეროდ ფაქტია ისიც, რომ საძიებო სისტემაში საქართველოს გარდა არ იძებნება არც ერთი სხვა ქვეყანა, სადაც ელჩები ოპოზიციური ლიდერების სახლებში ცხოვრობენ და ძალიან ცოტა იძებნება ისეთი, სადაც უცხოელი დიპლომატები ოპოზიციურ მიტინგებზე ხშირად დადიოდნენ ან დადიან. გამორჩეული ადგილი უჭირავს გერმანიის სახელმწიფოს, რომელიც ყოველთვის არის საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი და გულშემატკივარი ფინანსურად, ეკონომიკურად, საგარეულოზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი მხრიდან მადლიერება, მათი მოსმენა და ის თავდასხმები, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს გერმანიის ელჩთან მიმართებით, არის წარმოუდგენელი. მე პირადად ვერცერთ ფაქტს ვერ ვიხსენებ, რომლითაც ის ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩაერია. ოპოზიცია ვერ იხსენებს, თუმცა იხსენებს მმართველი ძალა, რომელმაც პეტერ ფიშერი კონვენციის დარღვევის გამო რამდენიმე თვის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარა. ელჩს ამ თემებზე მთავრობის კანცელარიაშიც ესაუბრნენ, თუმცა შეხვედრების შემდეგ უკან არც დიპლომატმა დაიხია საკუთარ პოზიციაში და არც ხელისუფლებამ, რომელიც ფიქრობს, რომ ფიშერი ვენის კონვენციას ბოლო ინტერვიუშიც არღვევდა, სადაც ერთ ნაწილში ქართული შიდა პოლიტიკის პრინციპებს მწვავე დაკრიტიკებდა და მეორე ნაწილში ამბობდა, რომ კონვენციის ჩარჩოებს არასოდეს გასცდენია. მას ახლა პარტიას არავინ არ დაურეგისტრირებდა თავის სახელზე და აქციაზე მიდიოდა ანტისახელმწიფოებრივ პროცესების დროს და ახალისებდა და აფინანსებდა ამ აქციებს. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს პოლიციელების მიმართ და რადიკალებს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ დემოკრატიას იცავთო, სასამართლო პროცესებზე მიდიოდა და მეტი როგორ უნდა ჩაერიოს ახლა ბატონი ფიშერი საშინაო საქმეებში, მაშინ თვითონ ახსნას.
და რაც ყველაზე მთავარია, მინდა მივმართო ბატონ ფიშერს, რომ ის ცნობილი გამოთქმა, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გონიათ, უკვე აღარ მუშაობს საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო აღიარებითი ჩვენება არის მისი მხრიდან, ვინაიდან სინამდვილეში ვენის კონვენციის დარღვევის არაერთი ფაქტი გვაქვს, როდესაც ის უხეშად ერეოდა არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არამედ სასამართლოზეც ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას. ცოტა ხნის წინ პიტერ ფიშერის საქმიანობით გერმანული ოპოზიციას დაინტერესდა, რომელმაც საკუთარ მთავრობას ორწერილად 20-ზე მეტი შეკითხვა გაუგზავნა ელჩისა და საელჩოს საქმიანობასთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური აქტორების დაფინანსებასთან დაკავშირებით. თუმცა პასუხებში ძირითადად ის იკითხებოდა, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. AfD-ს წერილობით შეკითხვებზე, წერილობითვე დაბრუნებული გზავნილებიდან მხოლოდ ის გაირკვა, რომ გერმანიის მთავრობამ საქართველოში ყველაზე მეტი ჩვეულებრივ დონაციებთან შედარებით ორჯერ და სამჯერ მეტი თანხა მხოლოდ 2024-ში არჩევნებისა და მასობრივი პროტესტების წელიწადს დახარჯა. ამ მიწარმოწერისას თავად ელჩი ბერლინში მთავრობასთან კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ისევ სოციალურ ქსელში განთავსდა დასამახსოვრებელი ფოტო, ისევ საპროტესტო აქციიდან.